დავბრუნდი დღის ამბებით პირდაპირ ეთერში და ბოლო კითხვა უნდა დაუსვა შეფასებებისთვის ომარ ნიშნიანიძეს და დაასრულებს უკვე ლალი მოროშკინა. ბატონო ომარ, ეხლა ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძაფრი შეფასებები იმ ადამიანის ნანა კაკაბაძე მყავს მხედველობაში, რომელიც იყო ძალიან აქტიური მხარდამჭერი ქართული ოცნების. ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ამ სიახლეებით ქართული ოცნება დაკარგავს ძალიან ბევრ ძველ მხარდამჭერს? იცით რა არის და რა შანსები აქვს გამარჯვებისთვის? აი ლალი თქვა წეღან აქამდე მეგონა რომ პირველ ადგილზე გავიდოდნენ და ეხლა უკვე აღარ მგონიაო. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ბატონ თამას წარმატებებს უსურვებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი პარტია ჯერჯერობით აღარ არის დღევანდელის მერე აღარ რომელიც უმრავლესობას მიიღებს პარლამენტში, ალბათ მაინც ქართული ოცნება არის. ბუნებრივი ახალი სახეები არის და მე კიდევ ვიმეორებ იმას, რომ ახალ სახეებთან ერთად საკმაოდ უნდა იყოს მძლავრად წარმოდგენილი ალბათ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს კი არა, 2004 წლიდან მოყვებიან საპროტესტო ტალღას და იმ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რომელმაც მართლაც 1000 უბედურება დაატახა ჩვენ ქვეყანას თავს. მე ყოველთვის მithქვია, რომ კოაბიტაციამ ჩვენ ძალიან ცუდი სამსახური გავიწია, რომელიც ჯერჯერობით გრძელდება კვლავ. მე ვფიქრობ, რომ თუ მე ვიყავი რადიკალი და თუ მე ვიყავი კრიტიკული დამოკიდებული იგივე, თუნდაც ჩვენი გუნდის მიმართ, ეს იმიტომ რომ საყვედურებს გეუბნებოდნენ ხოლმე, როდესაც გუნდის მიმართ კრიტიკას გამოთქვამდით. იცით რა, მე არავით არის სასაყვედურო არ დამიმსახურებია და ვერც გამიბედავდნენ, რომ საყვედური ეთქვა. მაგალითად მეჭიაურს ღიად გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა საყვედური თავის დროზე და ამიტომ გისვავთ კი. ამიტომაც არ მგონია ეს იყოს მე თვითკრიტიკული ვარ და ჩემი გუნდის მიმართაც, იმიტომ რომ სურვილი მქონდა, მაქვს რომ ჩემი გუნდი უფრო ძლიერი იყოს და უფრო ძლავრად იყოს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მომავალში. აი ეს მგონია რომ იყოს და დანარჩენი ახლა დამოკიდებულია იმაზე, აი ეს თუნდაც ის ახალი სახეები, შერწყმული ძველთან, ბალანსი, ნორმალური გაკეთებული. ანუ მაინც გაქვთ იმედი რომ იქნებით. თუ არ დაგაყენებენ თქვენ მაჟორიტარად დატოვებთ პარტიას? არა, პარტიის დატოვებაზე აქ არ არის ლაბორატორია. მე გუნდში დავრჩები, დიდი იმედი მაქვს, მოიძებნება ჩემი ადგილი აი ამ გუნდში, ვიბრძოლებ კვლავ გამარჯვებისათვის. მე მგონია რომ უმადურები არ იქნებიან ჩემი გუნდის წევრები. კარგით, უნდა მე ბოლო კითხვა დაუსვა ლალი მოროშკინას. ლალი ისე უნდა კითხო იგივე, ხომ არ გამოდის ისე რომ აი ამ თქვენი გაპროტესტებით თუნდაც ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურად იყავით ჩართული 2012 წელს ქართული ოცნების გამარჯვებაში, ხომ არ ფიქრობთ რომ ეხა შეიძლება დადგა დრო გაიწიოთ და ახალი თაობა მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში სხვა განათლებით, სხვა იდეებით, რომლებიც 21 საუკუნის საოცნებო ჩვენ ოცნებაზე ვსაუბრობ და საოცნებო საქართველოს შეიძლება ააშენებენ. მე რომ გდანის ციხესთან საშემშილოდ დავწექი და კალმახელიძის დასჯას ვითხოვდი, ისე ვითხოვ კალმახელიძის დასჯას. სანამ ის ადამიანები დასჯილები არ იქნებიან, ვინც აწამებდნენ ჩვენ ბიჭებს, ჩვენ გოგოებს ციხეებში. სანამ ყველა შეკითხვაზე პასუხი არ იქნება გაცემული, მანამდე დაიცადონ ამ ბავშვებმა, იცით მე რამდენი სტუდენტი მყავს და მათი რიცხვიდანაც არიან, რომლებიც ჩემ ლექციაზე ყოფილან, მე მინდა ვთქვა, რომ კი ბატონო, გასწავლით, ჯერ დავსჯით დასაჯელებს და შემდეგ აქ არ არის პანაცეა პარლამენტში ყოფნა. მე მაგალითად ფანტასტიკური სამსახურიდან მოვდივარ, სხვათა შორის საარბუკენის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და თუ მაინც განათლებაზე საუბარი და 28 წლის ასაკში პროფესორი ვიყავი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერს აქვს თავისი ასაკი. როგორც მე არ გავაკეთებ იმას, რასაც 10 წლის წინ ვაკეთებდი, ფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდებს, კი ბატონო, კარგი ახალგაზრდები არიან, მათი ადგილი საქართველოს პარლამენტში 10 წლის შემდეგ იქნებოდა თუ არა, რომ გუნდი უნდა წარმოდგენილიყო აი ამ სახით, რა სახითაც წარმოდგენილი. მე ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილს მიეცა საშუალება თავად დაეკომპლექტებინა და კი ეტყობა ამ გუნდს. კვირიკაშვილის მისამართით გუშინ სხვა ჩვეულის თქვენმა ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა ასეთი რამ ბრძანა, რომ კვირიკაშვილი მისი მოსაზრებით ცდილობს გადააბაროსო ხელისუფლება ყოფილ ხელისუფლებას და თქვენც იგივეს ფიქრობთ, ანუ რადგან აკრიტიკებთ გუნდს და ამბობთ, რომ ეს არის კვირიკაშვილის დაკომპლექტებული. მე ერთი რამე ვიცი, რომ ასე ისინი ვერ მიიღებენ ხალხის ხმებს, გამარჯვებული გუნდი ჩვენ ვიქნებით და შემდეგ ამ ქვეყნის ძლიერებით გამარჯვებულების
გვერდზე უფრო დგებიან. კარგი, დიდი მადლობა. მე მინდა წარმატება გისურვოთ ომარ ნიშნიანიძეს და ლალი მოროშკინას ვემშვიდობები. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით საღამოს 7 საათზე და დღის ამბები სტუმარი 7-ზე სტუდიაში იქნება ქართული ოცნების საარჩევნო სიის ახალი სახე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მოქმედი მოადგილე არჩილ თავაკვაძე, პირდაპირ ჩართვით კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. ქართული ოცნების თემით დაუბრუნდებით დღის ამბებში 7-ზე.